დღეს ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა ბუნებრივია შესაბამისი პოზიცია გაცხადებული პროკურატურის განცხადებასთან დაკავშირებით. მერაბ, მოდი ვთქვათ, შეეძლო თუ არა ხელისუფლებას მანამდე ამ საქმეებზე აქტიურად ემუშავა და გამოეძიებია ეს ერთი და თუ არ გამოეძია, რატომ მოხდა ეს ცალკე საკითხია და მეორე, ყავდა თუ არა ორგანიზატორები ამ ქმედებებზე, იყო თუ არა ორგანიზებული ეს ქმედებები და მოდი გავიაროთ ახლა ფაქტობრივად თუ რა და როგორ იყო. ჯერ ერთი ლელოძლიერი საქართველო მეც და ჩემი პარტიის წევრები საუბრობდით ხშირად ამასთან დაკავშირებით, რომ სავარაუდო დანაშაულებს, რაზეც იყო საუბარი, ქონდა ძალიან ხანგრძლივი ხანდაზმულობის ვადა. მძიმე დანაშაულებზე 15 წელზეა საუბარი, განსაკუთრებით მძიმეებზე 30-ზე და ასე შემდგომ. ანუ ის რომ ვიც კი დანაშაულს ჩაიდენს, რომ ალბათობა იმისა, რომ უმაღლესია, რომ დაუჟელი არ დარჩებოდა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ საუბრობდით. ეს არის საზოგადოების, საქართველოს მოქალაქეების ამ შემთხვევაში სამართლიანი, კანონიერი, კონსტიტუციური პროტესტის შედეგი, იმასთან დაკავშირებით, რომ უსამართლობას არ ეგუება საქართველოს მოქალაქეები, რა ნაბიჯებიც დღეს ვნახეთ და გადაიდგა. მაგრამ მე ვსაუბრობ სავარაუდო, არავის უდანაშაულობის პრეზუმპციას არ ვაღვევ, ამიტომ ვსაუბრობ სავარაუდო შესაძლო შემდგომში დანაშაულებებზე, უпростоრად თავდებ სავარაუდო დანაშაულებებზე, ეს არის იყო თუ არა გამოძიების ხელშეშლა, რომ არ წასულიყო სწრაფად და ეფექტურად გამოძიება ერთი და მეორე საკითხი, ყავდა თუ არა სავარაუდო დამკვეთები, ანუ ამ შემთხვევაში მაგალითად ხაბეიშვილის ავდასხვა მიზანმიმართული ქმედების დამკვეთები ამ ყველაფერს ყავდა თუ არა და თუ ყავდა სათარიანეს ადამიანები, ეს კომპლექსური თემაა და ამას შეიძლება გამოძიების და ამას შეიძლება გამოძიების ბოლომდე მიყვანა და დავასრულებ. ეხლა ალეკოლისაშვილის ფაქტი ხო გახსოვთ რა, თუ არ ვცდები, სახელმწიფო კანცელარიის წინ შეიყვანეს თავდამსხმელი არ არის. ხო, სახელმწიფო კანცელარიის წინ შეიყვანეს, ყველაზე დაცული უნდა იყოს და არის, ხო, სავარაუდოდ ბუნებრივია კამერები და ასე შემდგომ და რა, ვინ შეიყვანა, რატო შეიყვანა, იყო უკვე ჯგუფი იყო და ნაცემი გამოვიდა ეს ადამიანი და სად რა ვინ არის, რა მოხდა? კიდევ გავაგზავნოთ, ხო, მე გეტყვით მარიამ გაფრინდაშვილის ფაქტი, მაკა ჩიხლაძის და ნოდარ მელაძის საგამოძიებო ჟურნალისტიკის ჯგუფის თავდასხმის ფაქტი. იყო ჯგუფი მონაწილეობდა რა, ეს პირდაპირ ეთერში ვსნახეთ რა, მაკა ჩიხლაძესთან დაკავშირებით, ხო? სად არის ამათი ამ შემთხვევაში პასუხისგების საკითხი და თავარი რა არის, როგორც შემსრულებლები, სავარაუდო ამ შემთხვევაში დამკვეთებით, შესაძლო დამკვეთებით უნდა იქნება ბუნებრივია პასუხისგებაში მიცემა. ანუ სისტემურობაზე ვსაუბრობ და ეს ახლა ერთი რაღაცა მოხდა ამით, ის რომ გასწორდა ყველაფერი, ამაზე საუბარი არ შეიძლება და ერთს გეტყვით. გემახსოვრებათ, როდესაც აქტიური აქციები იმართებოდა გმირთა მოედანზე, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემოვარდნილი ავტომობილები, ეს ეთერშიც არის ამას შესახებ საუბარი, იყო საუბარი, იქიდან გადმოსული კონკრეტული ადამიანები, რომლებმაც სცემეს და იძალადეს ახალგაზრდებზე. შემდგომ, როგორც მახსოვს, მელაძის საგამოძიებო ჟურნალისტიკის შედეგად, როგორც მახსოვს, ეს მელაძის საგამოძიებო ჟურნალისტიკის შედეგად იყო, ავტომობილის სანომრენი, სახელმწიფო სანომრენი ნიშნები მათი მფლობელებზე იყო და შესაძლო სავარაუდო დამნაშავეებზე იყო სახელები და გვარებით საუბარი, ხო? ახლა ისმის კითხვა, რა ხდება, სად არის აბა ეს ხალხი, რატომ არ არის ამ შემთხვევაში გამოძიებული ეს საქმეები და რატომ არ არის ბოლომდე მიყვანილი ეს საქმეები. მაგრამ თუ ჩვენ გვინდა ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში სამართლიანობა იყოს, ყველა სავარაუდო დამნაშავე უნდა აგოს კანონის წინაშე ბუნებრივია პასუხი, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეებზე ძალადობა დაუსჯელი არასდროს არ მოხდა. აქ ხო გასაგები ხო ეს არ მოხდებოდა პოლიტიკურ გადაწყვეტილების გარეშე, წელიწად-ნახევარი არ იძიებდნენ და ხა უცებ გადაწყვიტეს, ამას უსწრებდა რაღაც განცხადებები. და მეტი კარგი შეგიშვა ბოდიში. უყურეთ, საერთოდ ძალიან სწორი იყო. თქვენმა კოლეგებმა ფორმულაზე საგამოძიებო რეპორტაჟი გაუშვეს, სადაც საუბარი იყო სავარაუდო დამნაშავეზე და საუბრობდნენ სახელით, გვარით, თუ არ იყო სახელი და გვარი არ მახსოვს, არ ვიცი ზუსტად. ყოველ შემთხვევაში მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რაზეც იყო საუბარი და ორ დღეში ვხედავთ გახსნილ სისხლის სამართლის საქმეს. ახლა ბუნებრივია
კითხვა მაინც ხო ჩდება რა, ეჭვები ხო უკვე იბადება რომ იმასთან დაკავშირებით რომ ემან რომ ფორმულას საგამოძიებო ჟურნალისტიკის მოქმედება და არანამ თუ ამ შემთხვევაში არის მოქმედება ჟურნალისტური გამოძიება, მათი ნამოქმედების გარეშე დღეს შედეგს მივიღებთ. ბუნებრივია საზოგადოებას ეს კითხვები ყოველთვის ექნება და იარსებებს, იმიტომ რომ ამდენი წლების განმავლობაში, თვეების განმავლობაში არ იხსნება საქმე და როდესაც უკვე დაზარალებული თვითონ იძიებს ამას და ტელევიზია თვითონ ამბობს, რომ ეს არის შესაძლო სავარაუდო დამნაშავე კონკრეტული პირი თუ სახელი და გვარი იყო არ მახსოვს დასახელებული, მაშინ რას ვაკეთებთ? და რა კითხვები ისმის? ბუნებრივია იხსნებს ხო კითხვები ამასთან დაკავშირებით. აი ეს არის და ეს. ხო, ნუ კითხვა მთავარი ის არის, რომ წელიწადნახევარი სად იყვნენ და ეხლა რატო გადაწყვიტეს. მაგაზია საუბარი. პოლიტიკური გადაწყვეტილება ეხლა რატო მიიღეს? ახლა პოლიტიკური მხრიდან რო შევხედოთ, იმიტომ გვახსოვს ეხლა კონტექსტში რო ჩავსვათ, ხო? ჯერ გამოიყვანეს ცოტნე ივანიშვილი, რომელმაც რაღაცები დაგმოეს, მერე მანამდე გამოვიდა ირაკლი კობახიძე, რომელმაც ისაუბრა, რომ ეს ფაქტები მართლაც არის მძიმე და აღიარა, რომ მოხდა დანაშაული და რამდენიმე დღის წინ ირაკლი კი არა და მამუკა მდინარაძე გამოვიდა იმედზე და მან თქვა, რომ ის პირადად გააკონტროლებს რომ ეს ნაშრომი ან უკვე ცხადი იყო რომ პოლიტიკურ ამზადებდნენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას რომ ამისკენ მიდიოდნენ ხო პოლიტიკურ გადაწყვეტილება იყო რომ არ იჭერდნენ აქამდე ეხლა არის პოლიტიკურ გადაწყვეტილება დაიჭერეს რატომ მე რა კონკრეტ რა შეიცვალა პირველ რიგში არ მინდა ვინმე გაიგოს ისე რომ ვინმე საუბროს რომ რატომ სავარაუდოს ვამბობ თუნდაც კონკრეტულ სახელდაგვარებზე ვინც არიან დღეს დასახელება დაკავებული იმიტომ რომ დონაშაულის პრეზუმციას არავისაც არ ვარდებ ბუნებრივია მაგრამ არავინ არ საუბრობს რომ თუ არსებობს შესაბამისი მტკიცებულება რატომ და კი არ ვაკრიტიკებთ მაგრამ ამ შემთხვევაში იმა დაკავებაზე ვინც სავარაუდო ან სისხლსამართლებელი დევნაზე აქ საუბარი რაზეა ეს არის სისტემა სისტემურობა და სისტემას სჭირდება სისტემური მიდგომა და არა რეაგირება რაღაც ქმედებებზე და ამ შემთხვევაში ჟურნალისტურ გამოძიებებზე და ჟურნალისტური გამოძიებების შედეგად უკვე შესაბამის რეაგირებებზე. აქ იმაზეა საუბარი, ბუნებრივია უნდა მიეცეს ყველა პასუხისგებაში ვინც ძალადობდა და ასევე ის სავარაუდო თუ იმე არსებობდა დამკვეთი, ხელის დამფარებელი თუ სავარაუდო გამოძიების შესაძლო ხელის შემშლელი და დროებით შემფერხებელი, აი ამებზეა საუბარი. ხოლო ის თუ რატომ ამ შემთხვევაში მე ვსაუბრობ ეს არის ჩვენი მოქალაქეების სამართლებრივი, სამართლიანი კონსტიტუციური პროტესტი ამასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში არის ძალადობა და ძალადობის შედეგად კონკრეტულ ფაქტებზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია და არ იყვნენ და რანიან პასუხისგებაში მიცემული ადამიანები, ხოლო თუ რამე სხვა ქვეტექსტები არსებობს, კონტექსტები არსებობს, ამას უკვე შემდგომში შეიძლება ამაზე საუბარი, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ჩვენ ვიცით არაერთი მომხდარი ფაქტი, რომელზეც მხოლოდ რეაგირება არის, რომ დაიწყეს გამოძიება და შედეგები ჯერ ერთხელ გამარჯვებით არის. მე გეკითხებთ ახლა როგორც პოლიტიკოს, რატომ მიიღო ივანიშვილი ეს გადაწყვეტილება? თქვენ ხო რატომ ეთანხმებით რომ მის გარეშე ეს არ მოხდებოდა? ერთი ფაქტი თქვით, ერთი ფაქტი თქვით, თუნდაც 2 დღის უკან თქვენი კოლეგების მხრიდან ფორმულაზე არის საუბარი. უკვე მან მე მაგალითად მოვისმენ ინფორმაცია, რომ შეიძლება ესეც სპეციალურად თვითონ მათი თანხმობით გაჟონა ამ ინფორმაციას, რომ მე ამ დაიწყოთ ხო და მე ვერ შევალ. ან კონკრეტ ჩემი მხრიდან არ იქნება, სწორი მე ყოველთვის დავასრულებ ყოველთვის, როდესაც საუბრობ, არ მინდა რომ რაღაცა კითხაობის მაგვარი გამოვიდეს, აი იქ რაღაცა სპეციალურად გაჟონეს თუ არ გაჟონეს. ფაქტია რომ თქვენ კოლეგებმა იმუშავეს, დადეს გამოძიების შედეგები და ამ გამოძიების შედეგებს მოყვა ეს ფაქტი. ხოლო შემდგომში მხოლოდ ეს ამ ფაქტზე არა შეიძლება თქვა და სხვა ფაქტებიცა, მაგრამ ანუ რას ვლაპარაკობთ? ფაქტი ერთი არის, ჩემთვის ერთი არის, საზოგადოებას გურამ როგავას თავდამსხმელი, მაგრამ აბა დაიჭერეს ხალხის აი მაგ ფაქტი ერთი არის, საზოგადოება პოლიტიკურ გადაწყვეტილების გაშენება. მაგას გეუბნებით, მაგას ვლაპარაკობ, ფაქტი ერთია, რომ საზოგადოება არ ეგუება ძალადობას, საზოგადოება არ ეგუება მათ მიმართ და ზოგადად ძალადობას. ქართველისთვის, საქართველოს მოქალაქისთვის ის რომ ადამიანს ჩაგრავენ და ძალადობენ, ეს არის მიუღებელი. იყო ყოველთვის, იყო წინა ხელისუფლების დროს არის ახლა ხელისუფლების დროს და იქნება ყოველთვის მიუღებელი ჩვენთვის და ასეც უნდა იყოს. ჩვენ თუ გინდა სამართლიანი და სამართლებრივი ქვეყანა ვაშენოთ. აი ამაზეა სიტუაცია. ძალადობაა მერაბ თუნდაც და ეს შეიძლება ხა სხვა თემა იყოს, რაზეც ახლა მე და ყურადღება გავამახვილო, მაგრამ მე რა ვუყურეთ, მე ვიყავი რეგიონებში და დავდივა ჩვენი პარტიის წევრები რეგიონებში. სულ აი სამეგრელოში ვიყავი 4-5 დღის განმავლობაში, ახლა ჩამოვედი. ძალადობაა ჩემთვის პირადად აღქმადად ეგ რაც ხდება, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეებს იძულებულს ხდიან რომ ქვეყანა დატოვონ. აი ეს
არაპირდაპირ შეიძლება, მაგრამ შენ რომ პირობებს გიქმნიან ისეც რომ შენ ქვეყანაში გაჩერების შესაძლებლობა არ გქონდეს, სამუშაო ადგილები არ იყოს, ის რომ კორუფცია არის ქვეყანაში გამეფებული, ის რომ გადასახადები მერაბიზდება ყოველდღურად და მოდი ჩამოვთვალოთ. რა არის ამათი კუთხით, ახლა ოცნების კუთხით მშვიდობა მოგიტანეთ ხო გვეუბნებიან, მშვიდობას ამადლიან ხალხს, ხო რა არის მშვიდობა? ის რომ 22727 ბავშვმა ბოლო 5 წლის განმავლობაში დატოვა ქვეყანა? პრობლემა გამოიყვანეს 22000-ზე მეტი ბავშვი გამოიყვანეს და წაიყვანეს ქვეყნიდან. აი ეს არის მშვიდობა. მშვიდობა არის, როდესაც სიკვდილიანობამ გაუსრო ამ შემთხვევაში ახალი სიცოცხლის დაბადებას. ამას მშვიდობას ხო შეუძლებელია ამას მშვიდობა უწოდოთ. ან როგორ შეიძლება მისასალმებელი იყოს, ან მშვიდობისკენ გუნდაბიჯაკ ჩავთვალოთ, თუნდაც ის რომ ელექტროენერგიის გადასახადი გაძვირდა და დაახლოებით 33% და ყველა ვიგზენით, ხო, აგერ ჩვენ ახლა უკვე ქვითრები მოვიდა ყველა საქართველოს მოქალაქეს. ჯარიმების გადასახადი გაიზარდა, აი ადმინისტრაციული წესით ჯარიმები ავტოსატრანსპორტო საშუალება და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი რო იზრდება, მე რა ხელფასი ეზრდება საქართველოს მოქალაქეებს, აი რიგით მოქალაქეებს. არ ლაპარაკობ მათზე. მათ კი 10000 და ზევით აქვს ხელფასი. პენსია იზრდება? არა არიზდება, არაფერი არიზდება. სამაგიეროდ რა საკეთებენ ნახეთ, ავტომობილების შემოყვანა აკრძალვაში გაუშვეს 6 წელზევით ავტომობილები. ვაზის გაშენება საწარმოო მიზნით თუ ეუნებიან კახელ-გელეხს, ქართლელს, იმერელს, რაჭალეჩხუმში თუ სადაც აქტიურად არის ვაზის განაშენიანება და საწარმოო მიზნით ოჯახმა თავი შეინახოს და გლეხმა კახეთში და ასე შემდეგ შეინახოს, ეუბნებიან რომ უკვე შენ თუ ახალ ამ შემთხვევაში ვაზის განაშენიანებას გადაწყვეტ, ჩემგან თანხმობა უნდა ანუ 8000 წელი თანხმობას, როდესაც საუბრობ რომ 8000 წლიანი და ამაყობ და ტრაბახობ და ნაღდაც ამაყობ გვაქვს საქმე, რომ 8000 წლიანი ტრადიცია გვაქვს. ვინმეს თხოვდა 1000 წლების განმავლობაში ნებართვას? არა. ანუ მე რას ვაპარაკობ? ყველგან მე რა, სადაც კი შესაძლებელია. ყველგან და ყველაფერში. აქ ოპოზიციური პარტიებით ხო დაიწყეს, არასამთავრობო სექტორით დაიწყეს, ჟურნალისტები, აქტიური წევრები საზოგადოების დაიწყეს. ყველა ფენამდე ჩავიდნენ, ყველგან აკრძალვა, ყველგან თუ რასაც შესაძლებელია და ბოლოს კორუფციის ფაქტი. რატომ არის ქვეყანაში რომ არ არის სამუშაო ადგილები? ხალხო, იმიტომ რომ ქვეყანა შეჭამა კორუფცია. ინვესტორი იქ არ შემოვა, სადაც კორუფცია და ეგ ხო ჩვენ რომ საუბრობდით, თუნდაც მე ჩემი პარტიაზე ვსაუბრობ, ელოძლიერი საქართველოს წლების განმავლობაში გვეუბნებოდნენ ეს პროვოკაცია და არანაირი კორუფცია არ არის ჩვენთანო და იმ ადამიანებს ახლა დღეს რო საპატიმროებში ყავთ, სავარაუდო დანაშაულისათვის კორუფციაში გამომწყდეული და არიან პატიმრობაში, იმ ადამიანების მიმართ როგორ იყვნენ გადაფარებული, ყველა კარგად და თვალებს ამოფრთხილდნენ ვინმეზე რას ქვია კორუფციაზეა საუბარი და დღეს აღმოჩნდა რომ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი კორუფცია, თავდაცვის მინისტრი კორუფციაშია ბრალდებული, პრემიერ-მინისტრი, სხვადასხვა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები კორუფციაში არიან ბრალდებულები. აღმოჩნდა ის მერაბ რომ ლარი და 70-ია დედაქალაქში უფასო სასადილოებისათვის გამოყოფილი. აქედან რომ ადამიანმა ერთი დღის განმავლობაში ლარი და 70-ად იკვებებიან ესო საკმარისიო, მაგრამ კვებითი წილი აქედან საკვების წილი უბრალოდ აქედან არის დაახლოებით ლარი და 18 ლარი და 20-მდე, იმიტომ რომ ელექტრონიკის სხვა გადასახადა, აი აქედანაც კი იპარავენ და აქედან ამაშიც კი კორუფციული ფაქტები იყო. აი ყველგან და ყველაფერში თუ სადმე შესაძლებელია კორუფცია, საქართველოს მოქალაქეები გარბიან ქვეყნიდან და ბოლოს კობახიძე გამოვიდა და გვეუბნება საფრანგეთს და გერმანიას ედრებოდა და მაღალ განვითარებულ ამ შემთხვევაში ეკონომიკურად წინწასულ ქვეყნებს ედრებოდა, ხო წარმოუდგენელია და დავსვათ კითხვა მე რა სად გარბის ჩვენი მოქალაქეები? რატო გარბის მაშინ ევროპის ქვეყნებს ჩვენი მოქალაქეები? თუ აქ უკეთესი ცხოვრება გვაქვს ხალხო? რა ვინმე ჭკუიდან შეიშალა, მასობრივი ჭკუიდან შეშლა ეს ხალხს რომ იქიდან იქ წავიდნენ თუ აქ კარგი ცხოვრებაა? აი ეს როგორ შეიძლება შენ ადამიანს აკადრო რომ ეს დააჯერო ადამიანს და წავიდეს სად დადიან ნახონ უკვე მე რა არ არის საუბარი იმასთან დაკავშირებით რომ დაიკეტა სახლი და დაიკეტა სახლები უკვე ხალხი საუბრობს რომ სოფლები იკეტება ხალხი მიდის ემიგრაცია წარმოუდგენელი სიტუაცია ხალხო უმძიმესი სიტუაცია ეს ცოტა ხანში ამას ძალიან მძიმედ ვიცნობთ აგეტირებათ ისეთ სიტუაცია რეგიონებში რო შეხვდათ დასაქმება არა დაცარიელებული სოფლები სამეგრელოში მაგალითად თხილზე აქ ხომ ლაპარაკობთ ვენახზე სამეგრელოში მაგალითად თხილზე იყო 500 ლარი სუბსიდირება ეს აწუხებს ჩვენ ხალხს ამაზე უნდა ვისაუბროთ 500 ლარი იყო მერაბ სუბსიდირება თხილზე რომ შხამქიმიკატებით მოეწამოთ ახლა ვიყავით ჩასული ზუგდიდის რაიონის სოფლებში და სხვა ხო მოუხსნეს პოდიში მოხსნეს ეს 500 ლარი დახმარება მოიხსნეს 500 ლარიანი დახმარება და ამ შემთხვევაში რა მივიღეთ საბოლოოდ მივიღეთ რომ შხამქიმიკატებით გლეხმა მითხრა ვერ წამლავთ
იმას რა ქვია თხილსო შესაბამისად მოსავლიანობა დაბლა დაიწერ შესაბამისად ამ ადამიანებს უკვე დამაგრების შესაძლებლობაც არ ექნებათ ერთადერთი საშესაბადებელი რაც იყო ისიც უკვე აი ამ ყველაფერი რატო ხალხო დავსვათ კითხვა რატო კეთდება ეს ყველაფერი რატო ერეკებიან საქართველოს მოქალაქეებს რატო აიძულებენ რომ ქვეყანა დატოვონ და ქვეყნიდან წავიდნენ აი ამაზეა საუბარი. კი ბატონო, და ბოლოს მაინტერესებს ეს ჯაშუშების დაკავებას რას უკავშირებთ? ბატონო, ჯაშუშების ბრალდებით 14 წელი არავინ დაუჭერიათ და ეხა უცებ გადაწყვეტეს. იცით რა არის მე? მოდი ასე თქვა. პაპუაშვილი ამბობს გავხსენოთ, რომ უნდა გავააქტიუროთ კონდაზვერების საქმიანობა. მე რა, მოდი ასე ვთქვათ. და პირდაპირ გეტყვით საქმის მასალებს როცა არ ვიცნობ ზოგადად და რაზეა საუბარი იმაში გეთანხმებით რომ წლებია და ამასთან დაკავშირებით ყოველთვის საზოგადოებისთვის ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის ცნობილი არ ყოფილა მაგრამ ის რომ იქ ერთ შემთხვევაში გაჟონვა რომ ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ პიროვნებაზე მეორეზე თქვენ ახლა რაც ახსენეთ იმ პიროვნებასთან და საქმის მასალებს თვითონ არ ვიცნობ და არ იქნება ჩემს მხრიდან სწორი შევაფასო კონკრეტულად ესათვის გარემოება როდესაც არ იცნობ საქმის მასალებს მაგრამ ის ფაქტია, რაც ჩვენთვის არის ყოველ შემთხვევაში ცნობილი, რომ საერთოდ მსგავსი ქმედებები არ ყოფილა და ხა ვინმეს ეჭვიეპარება, რომ რუსეთს აქვს ძალიან დიდი ინტერესები, არაჯანსაღი ინტერესები, ხა ამაში ხო ეჭვი არავის არ ეპარება. ხო, ну, კი ბატონო, ეს რუსეთის ინტერესები გვესმის, მაგრამ ამ ადამიანს დავებიან იმეს რა ქვია. და ზოგადად ევროპული ხო და მაგას ლაპარაკობ საქმის მასალები, მოდი ვნახოთ ხო, ბუნებრივია. საქმის მასალებს ვერ გავიგე. ხო და მაგაზე არის საუბარი. ზუსტად ამაზეა საუბარი, რომ არ ჩვენი ეს საუბარი ხო, როდესაც არ იცი, არ იცნობ და შეიძლება გითხრან რომ და თქვას ვიღაცა რომ რაც არის იმასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ რაც ვიცით, იმაზე ვსაუბრობთ. ეს არის რომ არ ყოფილა ფაქტი აქამდე და რაღაცა ტენდენცია და რა ტენდენცია და რა მიზანს ემსახურება, ამას ყველა ვნახავთ ბუნებრივია.